თუ შესაძლებელია თაფლის მიღება ყოველ დღე, რომ ადამიანები რომლებიც თაფლს მოიხმარენ, უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ, ამატებს ყველაფერს თაფლს და შაქარსაც ჩვეულებრივ მიიღებს და თაფლს დაამატებს, მაშინ თაფლი ჯანსაღი აღარ არის. იმუნურ უჯრედებს, მაგალითად მაკროფაგებს ასტიმულირებს დაახლოებით 10-20%-ით. თაფლს როცა იღებ შაქარს. თუ ამისთვის მზად ხარ, მისი ყოველდღე მიღება შესაძლებელია. თაფლი ჯობია თუ არა შაქარს და რა შემთხვევაშია საზიანო და რა შემთხვევაში მოაქვს რეალური სარგებელი. პირდაპირ კითხვა აქვს ხოლმე ადამიანებს, რომ თაფლი იგივე შაქარია თუ არა. ნუ ღირს 10-ჯერ ძვირი, ზოგჯერ მეტჯერაც და ანუ თუ იგივე შაქარია, მაშინ რატომ უნდა მივიღოთ თაფლი? თუ რამე მნიშვნელოვანი განსხვავება არის. პირდაპირ პასუხი ამ კითხვაზე არის, რომ თაფლიც შაქარია, უმეტესობა სამედიცინო საზოგადოება და უმეტესობა გაიდლაინი მიიჩნევს თაფლს შაქრად. ჩვეულებრივი არ არის ოღონდ, ანუ განსხვავება არის რაღაცები, მაგრამ თვითონ არსი ჩვეულებრივად 80% თაფლის არის შაქარი. 17% თაფლის არის წყალი და დანარჩენი არის სხვა მიკროელემენტები, ფერმენტები, სხვა ნაერთები, მაგრამ უმეტესად მაინც შაქარია. შეიცავს გლუკოზასაც, ფრუქტოზასაც, მაგრამ ძირითადად ფრუქტოზას. ჩვეულებრივი შაქარიც შეიცავს გლუკოზას და ფრუქტოზას. ეგ არის ჩვეულებრივი შაქარი, რასაც ჭამთ ხოლმე სუფრის თეთრი შაქარი. თუმცა არის რამდენიმე მომენტი, როცა თაფლი მოქმედებს როგორც წამალი, კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ როცა შაქარი პრაქტიკულად არ არის მომენტი, როცა შაქარი მოქმედებს როგორც წამალი, მით უმეტეს ისე როგორც თაფლი. მეორე მთავარი კითხვა არის ხოლმე, რომ თაფლი ახანგრძლივებს თუ არა სიცოცხლეს ადამიანებში. ეს იდეა გააჩინა იმან, რომ თაფლს ისტორიულად აქვს საინტერესო ფესვები. თაფლი ადამიანს აძლევდა რას? ენერგიას, გამძლეობას, არ ფუჭდებოდა რეალურად და ადვილი მოსაპოვებელი არ იყო, ანუ იშვიათად მოიპოვებოდა. ამან შეუქმნა და ნუ რო არ ფუჭდება მაგანაც, შეუქმნა იმიჯი თაფლს როგორც რაღაცა განსაკუთრებული ძვირფასი და იყო სიტკბოს წყარო. ადრე ადამიანები იკვებებოდნენ მცენარეებით, მცენარეების ფესვებით და ხორცით და იქ ტკბილი ხილი იყო რაღაცეები, მაგრამ ესეთი სუფთა სახით შაქარი, როგორც თაფლია, ადრე არ იყო, ანუ ეს ინდუსტრიალიზაცია მოიტანა ნელ-ნელა შაქრის ესეთი გავრცელება და გაიაფება. მანამდე ასე არ იყო თაფლი. მანამდე ითვლებოდა, რომ რაღაც განსაკუთრებულად ძვირფასია და ამიტომ არის. მეორე მხრივ არის არქეოლოგებს ნახი აქვს ძალიან დიდი ხნის წინანდელი ნამარხები, სადაც თაფლი ინარჩუნებს თავის პირვანდელ შემადგენლობას. ეგ უქმნის იმიჯს, რომ თაფლი არ ფუჭდება და მართლა თითქმის არ ფუჭდება. ამის მიზეზი არის, რომ თაფლს აქვს ძალიან ცოტა წყალი და ბაქტერიების გამრავლებისთვის არახელსაყრელი პირობებია. თაფლი შეიცავს ზოგიერთ ანტიბაქტერიულ ნაერთს და ეგეთ ბაქტერიების საწინააღმდეგოა და შაქარია, რომელიც შაქარია და დაბალი მჟავიანობა აქვს, რომელიც ასევე ბაქტერიების საწინააღმდეგო. ამიტომ შაქარი, ამიტომ თაფლი რეალურად არ ფუჭდება, მაგრამ ეგეთი ძვირფასიც არ არის, როგორც იმიჯი აქვს, რომ მაგალითად დიდხანს იცოცხლებს ადამიანი თუ თაფლს მოიხმარს, ასე არაფერი არც ერთი კვლევა არ ადასტურებს ამას, რომ ადამიანები რომლებიც თაფლს მოიხმარენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ასე არ არის. ბევრად უფრო სარგებლიანი მოვლენა ხანგრძლივი სიცოცხლისთვის არის ჯანსაღი წონა, გლუკოზის კონტროლი, წნევის კონტროლი, ქოლესტერინის კონტროლი, მოძრაობა, ძილი და არ მოწევა. ადამიანს აქვს ხოლმე ესეო კითხვა, რომ თაფლი აძლიერებს იმუნიტეტს, ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტს. ამ კითხვაზე უფრო პირდაპირ პასუხია, რომ ნაკლებად ან არ, თუმცა ლაბორატორიის პირობებში ზოგ შემთხვევაში იმუნურ უჯრედებს, მაგალითად მაკროფაგებს ასტიმულირებს დაახლოებით 10-20%-ით.
მაგრამ ეს გავლენა რეალურ ცხოვრებაში რამდენად დიდია, კარგად დადასტურებული არ არის, თუმცა გრიპი და გაციების დროს თაფლს აქვს თავისი როლი და ეს როლი იმდენად არ უკავშირდება იმას, რომ იმუნიტეტი გააძლიეროს, მაგრამ უკავშირდება იმას, რომ მაგალითად როცა ადამიანს ტკივა ყელი და ახველებს ხახის ლორწოვანს გადაეფარება, გადაეკრობა თაფლი, თუ მიიღებს თაფლს ადამიანი, შექმნის თხელ ფენას და როცა ეს ლორწოვანი მუდმივად ღიზიანდება და ადამიანი ახველებს, აი ეს ხველა და გაღიზიანება მცირდება. შედეგად ადამიანს ხველა უმცირდება, ბავშვებს ხველა უმცირდება, ამიტომ აქვს თაფლს კარგი სახელი ხველის შემცირებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ხველა ზედა სასუნთქი გლების ინფექციით, გრიპი და გაციება, მოკლედ რა ვთქვათ, ან თუ გრიპი და გაციების გამო ადამიანს აქვს ხველა და განსაკუთრებით ბავშვები არიან ხოლმე, რომ ხანმე ძალიან ახველებენ ხოლმე, თაფლს დაალევინებენ ხოლმე, ყელს დაუმშვიდებს და ნაკლებად ახველებენ. და ეს ბუნებრივი საშუალება შეესაბამება ბევრჯერ ხველის წამლების ეფექტურობით. აი აქ ყველაზე დიდი სამედიცინო როლი თაფლს. მას შეუძლია ხველის შემცირება თუ გახველებს ვირუსების გამო. ასევე კითხვა არის, თუ შესაძლებელია თაფლის მიღება ყოველ დღე, თუ ყოველ დღე მიღება მაზიანებს. ამაზე პასუხი არის, რომ თაფლის მიღება ყოველ დღე შესაძლებელია, ოღონდ ზომიერად. თაფლი იგივე შაქარია, უბრალოდ უნდა იცოდე, რომ თაფლს როცა იღებ შაქარს. თუ ამისთვის მზად ხარ, მისი ყოველდღე მიღება შესაძლებელია, 80% მისი შაქარია. 17 მაგალითად ერთი სუფრის კოვზი თაფლი რომ მიიღო, ეს არის 17 გრამ შაქარს იღებ. 17 გრამი შაქარი არის შენი შაქრის დღიური ნორმის პრაქტიკულად ნახევარი. ქალებრივი ნახევარზე ცოტა მეტი კიდე. შესაბამისად, უნდა იცოდე, როცა ერთი სუფრის კოვზს თაფლს იღებ, შენი დღიური შაქრების ნახევარი მაგით მიღებული გაქვს, მეტი სასურველი არ არის. ამიტომ თუ ამ ფარგლებში იქნება ადამიანი და სხვა შაქრებსაც არ მიიღებს, ანუ თუ კი დღის განმავლობაში რა ტკბილს უნდა გეჭამა, ყველა ტკბილის ნაცვლად ეს თაფლი შეჭამე ერთი კოვზი, მაშინ თაფლი შეიძლება ვთქვათ, რომ კარგია. კარგი თუ არა, ყოველ შემთხვევაში საშიში და საფრთხილო არ არის, იმიტომ რომ თუ ადამიანი ზოგადად ჯანმრთელია და შაქრები ჩაანაცვლა თაფლით, მაშინ უფრო ჯანსაღისკენ იხრება. თაფლი შეიცავს ფლავონოიდებს, შეიცავს ცოტა ანტიოქსიდანტებს, შეიცავს ფერმენტებს რაღაცებს და ცოტა ვიტამინებს და მინერალებს და ეს არ ამნიშნულოვანად, მაგრამ მაინც და უფრო სიჯანსაღისკენ იხრება ამიტომ. მაგრამ თუ ადამიანი იმ სახელით, რომ თაფლი არის ჯანსაღი და ჩაანაცვლებს ყველაფერ, აგერ ჩაანაცვლებს დაამატებს ყველაფერს თაფლს და შაქარსაც ჩვეულებრივ მიიღებს და თაფლს დაამატებს, მაშინ თაფლი ჯანსაღი აღარ არის, რა თქმა უნდა, დამატებით კალორიებს იღებ, დამატებით პრობლემს უქმნის მერე შენს ორგანიზმს ინსულინ რეზისტენტობის კუთხითაც, ღვიძლის გაცხიმონების კუთხითაც და ასე. ანუ მთელი ამბავი არის, რომ დოზას რამდენად იცავ და დოზა არის, რომ პირველი ჩაანაცვლო თაფლს რო იღებ, თაფლით ჩაანაცვლო ჩვეულებრივი შაქრები და მეორე ერთი სუფრის კოვს არ გადააცილო. არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რაც საფუძვლად უნდა იცოდეთ, რომ კარიესის რისკს ზრდის, ამიტომ ის რომ თაფლს ხსნიან წყალში და ნელ-ნელა შეიძლება მოწრუყო მთელი საათების განმავლობაში, ეგ არ მიიჩნევა კარგ პრაქტიკად, ჯობია რომ შეჭამო თაფლი, თუმცა თუ ადამიანი გაცებული ყელი ტკივა და ახველებს, მაგის გამო თუ უნდა თაფლის მიღება, მაშინ მაინც ნელა ჭამა ჯობია, მაგრამ თუ კი უბრალოდ ყოველდღიურ რაციონში შეაქვს როგორც საკვები, მაშინ ჯობია რომ საკვებთან ერთად მიიღოს ადამიანმა და არა ნელა. ჩვეულებრივი რიტმით. ერთი მნიშვნელოვანი სირთულე, რაც თაფლს აქვს, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, არის ერთ წლამდე ბავშვებში თაფლი არ შეიძლება, არც ერთ შემთხვევაში, ან ძალიან მკაცრი რეკომენდაციაა, რომ არ შეიძლება, რადგან შეიძლება ბავშვის სიკვდილის გამოიწვიოს. ერთ წლამდე ბავშვზე საუბარი. რატო? მიუხედავად იმისა, რომ თაფლს აქვს
ანტიბაქტერიული მოქმედება, მის შემადგენლობაში მაინც ზოგჯერ შედის ბოტულინის ბაქტერია ესეთი, ან ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიების სპორები. ეს სპორები ცოტა რა თქმა უნდა, არა ბევრი, მაგრამ ბავშვის ნაწლავის სისტემა არ არის და დამცველობითი ნაწლავის დამცველობითი სისტემა და მიკრობიომა, მეგობარი ბაქტერიები არ არის საკმარისი. არ არის კარგად ჩამოყალიბებული და თუ კი პატარა ბავშვი მიიღებს თაფლს, გამოიწვევს ბოტულიზმი და ბოტულიზმის ტოქსინით მოწამვლა. და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც არის დაფიქსირებული და ზუსტად ამიტომ არის რომ მკაცრი რეკომენდაცია რომ 1 წლამდე ბავშვებში თაფლის მიღება არ შეიძლება. და ადამიანს კიდე აინტერესებს რომ თაფლმა თუ შეიძლება რომ გამასუქოს, კი რა თქმა უნდა შეიძლება რომ გაგასუქოს, ზედმეტი კალორია ყოველთვის ასუქებს. ერთი სუფრის კოზი თაფლი დაახლოებით 64 კალორია, ორი სუფრის კოზი თაფლი დაახლოებით 128 კალორია და ეს ზედმეტი კალორიები თუ დაუმატებ, მიიჩნევა რომ 2 სუფრის კოზზე მეტი თაფლის მიღება არ შეიძლება, მაშინაც კი თუ კი ჩანაცვლებული გაქვს სხვა შაქრები თაფლით, მაშინაც არ არის რეკომენდირებული და არიან ადამიანები, რომლებიც 3 სუფრის კოზ თაფლს მიირთმევენ, ზოგი 4 და ესე. შესაბამისად, იმის გამო რომ ჯანმრთელობის იმიჯი აქვს თაფლს, აი ამის გამო უფროა საშიში თაფლი, იმიტომ რომ ზედმეტად იღებენ ხოლმე ადამიანები, ყველაფერს თაფლს ამატებენ, რომ იმის სახელით რომ ეს არის ჯანსაღი და ეს სიჯანსაღი მათ მოუხდებათ, არა. ეს არის შაქარი და ზედმეტად შაქარს ამატებ. ეს არის შაქარი, რომელიც ჩვეულებრივ შაქარს ცოტა ჯობია. არის თუ არა შემთხვევები, როცა თაფლი არის საშიში, კი, ზოგ ადამიანს აქვს ალერგია თაფლზე მაგალითად. 1 წლამდე ბავშვებზე ვთქვით, რომ არ შეიძლება. არის ასევე მედჰანის ეძახიან, ანუ თაფლი, რომელიც ზოგიერთი თაფლი დაბინძურებულია გრეი ანოტოქსინით და მაგან შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა, ღებინება, თავბრუსხვევა, დაბალი წნევა, ნელი გულისცემა და ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს შოკი. ხო, ეს უმეტესად არ არის ხოლმე ესე თუ ნორმალურ პირობებშია თაფლი და ეს დაბინძურებული არ არის, მაგრამ ესეც შესაძლებელია და ამიტომ ყოველ იმის გამო რომ თაფლს იმიჯი აქვს სასარგებლოსი, ყოველთვის სასარგებლო არა, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს პრობლემური და რა თქმა უნდა ადამიანს თუ აქვს დიაბეტი, მაგ დროს თაფლი ითვლება როგორც ჩვეულებრივი შაქარი აბსოლუტურად, ხო და დიაბეტიანებისთვის შეიძლება თუ არ შეიძლება თაფლი, ხო? ეგ არის ხოლმე რომ ანუ თაფლი დიაბეტიანებისთვის შეიძლება ან არ შეიძლება ისე როგორც შეიძლება ან არ შეიძლება შაქარი. შაქარი შეიძლება თუ არ შეიძლება, ეგ არის მაშინ კითხვა. მაგაზე პასუხი არის რომ თუ კი დიაბეტი კარგად გაკონტროლებულია და თუ შაქრის მიღება დათვლილია, ნახშირწყლების მიღება დათვლილია, მაშინ მცირე ოდენობით შესაძლებელია შაქარიც და თაფლიც, მაგრამ თუ დიაბეტი გაუკონტროლებელია, თუ შაქარი ზევით გარბის, მაშინ რა თქმა უნდა შაქრის მიღება არ შეიძლება. ასევე არის მოსაზრება, რომ თაფლის გაცხელება არ შეიძლება, რადგან თაფლს თუ გააცხელებ, იქცევა შაქრის სიროფად და უმეტესად სწორია, ფერმენტები ხშირად დიდი ნაწილი, დიდი რაოდენობა იშლება, ეს რაც სიჯანსაღი აქვს და ამ ცხელ წყალში და ცხელ ჩაიში როცა თაფლს ამატებენ ხოლმე და შაქარებით მოქმედებს ამ დროს თაფლი. უმეტესად ესეა. შესაბამისად არ არის რეკომენდირებული მისი გაცხელება მოკლედ, თუმცა ტოქსინად არ იქცევა, ანუ არ მოწამვლის ადამიანს, მაგრამ სასარგებლოც არ არის. და ადამიანები ასევე კითხულობენ ხოლმე შეიძლება თუ არა რომ თაფლით ჩავანაცვლო სრულად შაქარი, თუ უსაფრთხოდ ჩაანაცვლებ თითქმის შესაძლებელია რა თქმა უნდა, მაგრამ რას ნიშნავს თუ ამოიღებ შაქარს და გამოიყენებ შაქრის ძალზე თაფლს. უბრალოდ ძვირი სიამოვნებაა და არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც დამატებით განსაკუთრებულ ბენეფიტს მიიღებ, მაგისი არანაირი გარანტია არ არის, მაგრამ თუ იმას გულისხმობ, რომ მაგალითად თუ ვიღებ თუ ყრიდი ჩაიში 5 კოზ შაქარს და იმის ნაცვლად 1 კოზი თაფლი ჩავასხა,
ანუ ბევრ შაქარს თუ ცოტა თაფლით ჩაანაცვლებ, ეგ სასარგებლოა, რა თქმა უნდა, პირდაპირ და ეგ ნიშნავს უბრალოდ შაქრის შემცირებას და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მეტი სიჯანსაღია, ცოტა უფრო ჯობია, რა თქმა უნდა, ის ფლავონოიდები შეიცავს ყვავილის მტვერს, არომატულია უფრო თაფლი, შეიცავს ფერმენტებს, ანტიოქსიდანტებს და ის ცოტა სარგებლობს მოკლედ დამატებით იღებ. ეს დამატებით არის ბონუსივით, მაგრამ არა გადამწყვეტი და არა მნიშვნელოვანი. და კიდე არის ხოლმე კითხვა თაფლის შემადგენლობაზე, რომ რამე აი ჯატოსნური შემადგენლობა ხო არ აქვს, თაფლს რაც განსაკუთრებულ მის ეფექტს იძლევა. რეალურად მთავარი მოთამაშეებია თაფლის პოლიფენოლები, ფენოლური მჟავები, ფერმენტები, ასევე გლუკონის მჟავა და ანუ ანტიოქსიდანტებია მოკლედ ცოტა, რომელიც ოქსიდაციურ სტრესს ამცირებს და ცოტა ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. ეს არის მისი აი ეს დამხმარე საშუალებები, რომელიც არის სუსტად გამოხატული. ანუ არ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ რამე განსაკუთრებული შემადგენლობა არ აქვს მოკლედ. ეგენი ძალიან არის კი ეს ანტიოქსიდანტები და ეს ფლავონოიდები რაღაცები არის უბრალოდ ძალიან ცოტა, რაოდენობრივად არის ცოტა ისე რომ რაღაც ეფექტი განსაკუთრებული ქონდეს ამ მხრივ არა. მაინც ძირითადად ის 80% მაინც შაქარს რჩება. და ამას მოყვება ხოლმე ლოგიკური გაგრძელება, რომ აბა ეს ან ბებიები რო ამბობენ რომ ბაქტერიის საწინააღმდეგოა, მართალია თუ არა? კი, აქვს ნამდვილად ანტიბაქტერიული მოქმედება თაფლს, რატო? იმიტომ რომ მაღალი შაქრიანობა აქვს და ეს მაღალი შაქრიანობა წყალს ართმევს ბაქტერიებს, ასევე დაბალი pH-ი, რაც არ ახერხებს გარემოს ქმნის ბაქტერიებისთვის, ასევე გლუკოზა ოქსიდაზა წარმოქმნის მცირე რაოდენობით წყალბადის პეროქსიდს და ეგ მასაც ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. ანუ აქვს კი რაღაც ანტიბაქტერიული მოქმედება, მაგრამ ეგ მუშაობს ზედაპირულად, ანუ მაგალითად კანზე თუ წაუსმევ ადამიანს, უფრო ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, მაგრამ თუ შეჭამ, ხო, მისი უმეტესობა მის შემადგენლობის კუჭის მჟავა გაანადგურებს და დიდად ჰარმონიული არ არის ორგანიზმთან, ისე რომ ორგანიზმს ანტიბიოტიკი მისცე თაფლის სახით, ესე არ არის, უფრო ადგილობრივი მოქმედება აქვს, ისიც სუსტად გამოხატული. ხო, თუ ყელის ტკივილი აქვს ადამიანს და ხველა აქვს და მაგ დროს თაფლს შეჭამს, ეგ კი რომ ანუ ხახაზე დაედება და გადაეკვრება მცირე ფენად ეს თაფლი და დადებითი მოვლენა ამ შემთხვევაში, მაგრამ არ ნიშნავს რომ ეს ორგანიზმი ამით ანტიბიოტიკებს იღებს, მაინც თაფლის მთავარი დადებითი თვისება ისე რომ ყელს ამშვიდებს და თხელ ფენად გადაეკვრება, ვიდრე ის რომ ბაქტერიებს კლავს ან ვირუსებს კლავს. ეგ ძალიან მეორადია და პირდაპირი ფუნქცია არ აქვს. ნუ სამედიცინო თაფლი იყიდება ხოლმე კი, ანუ სტერილიზებული არის, ან როა შეიცავდეს რამე ბაქტერიებს და ესე, მიუხედავად იმისა, რომ თაფლი ზოგადად არ ფუჭდება, მაინც შეიძლება თაფლი დაბინძურებული იყოს, ამიტომ ჩვეულებრივი თაფლი არ გამოიყენება ხოლმე და გამოიყენება სამედიცინო თაფლი ჭრილობების დასამუშავებლად, ზოგჯერ დამწრობისთვის. ხო, ეს შესაძლებელია, მაგრამ ესეც იშვიათ შემთხვევაში და არა ყოველთვის და არა მნიშვნელოვანი შედეგით. თაფლს აქვს თუ არა იგივე შედეგი სისხლში გლუკოზაზე, რაც შაქარს, ეგეც ხშირად დასმული კითხვა. იმცლად იგივე არ აქვს, მაგრამ თითქმის იგივე, ანუ მაინც წევს სისხლში შაქარს მნიშვნელოვნად, თუმცა გლიკემიური ინდექსი ცოტა უფრო დაბალი აქვს, მაგრამ მაინც მაღალი აქვს. შესაბამისად არ არის ანუ უსაფრთხო საკვებში მაინც ამიტომ არ გადის, მაინც ამიტომ არასასურველია დიაბეტისთვის და პრედიაბეტისთვის. აი ეს ხველის შემცირებაზეც არის, რომ აი ხველას აჩერებს თუ რა შრება ხველაზე თუ მის ხველის შემცირება, აი როგორც გითხარით დაკავშირებულია იმაზე, რომ ყელს გადაეკვრება მცირე ფენად და ამ მხრივ ამცირებს ხველას ბავშვებში განსაკუთრებით, თუმცა არა ერთ წლამდე ბავშვებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ. ანუ მას რაიმე განსაკუთრებული მოქმედება არ აქვს, მაგრამ ხველას ნამდვილად შველის. აი ეს უნდა წავიღოთ მოკლედ აქედან, რომ თაფლი ხველას შველის, განსაკუთრებით თუ ზედასასუნთქი გზების გაღიზიანების გამო, ვირუსული ინფექციების გამო, გრიპიკაციების გამო,
ხველა აქ ადამიანს მაგებს შველს ტვინს უყვარს თუ არა თაფლი ეგეთი კითხვაც არის ხოლმე რომ ეს თაფლს ხო არა აქ რაღაც ტვინის მკვებავივით და რაღაცა იციან ხოლმე რომ აი ერთი კოზი თაფლი მიიღე მეცადინეობამდე და გაგიმჯობესებს არ არის დადასტურებული რომ რამეს შრება მაგ მხრივ თაფლია გლუკოზა და შაქარია მოკლედ თაფლი მაგრამ რაღაც ენერგიას აძლევს საკმაოდ სწრაფ ენერგიას ორგანიზმს მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ რაღაც ტვინს ჩართავს პოზიტიურად არა ტვინს აქვს ისე საკმაოდ რაოდენობით შაქარი არ ჭირდება შაქარის სპაიკები იმისთვის რომ უკეთესად იმუშაოს შესაბამისად უმეტესად რამე განსაკუთრებული ის არ აქვს. Შედის ჯობია თაფლის მიღება ანუ უნივერსალური წესი არ არსებობს მაგაზე ადამიანს როცა უნდა მაშინ თუმცა ჯამში ჯობია რომ თუ ჩვეულებრივ ვიღებ თავს როგორც საკვებად საკვებთან ერთად საკვების ჯერ სხვა საკვები მიიღო და მე თაფლი მიიღო იმიტომ რომ სისხლში გლუკოზა ძალიან არის მოქმედოს ეგ ხო უზმოზე თაფლი მაინც და მაინც არა იმიტომ რომ გლუკოზის დონეს წერს და არ სასურველია განსაკუთრებით თუ ადამიანს გლუკოზის კონტროლი არ აქვს კარგი თორე თუ ადამიანს გრიპი გაცება ხველა აქვს და მაგისთვის რომ მაგში საღამოს რა თქმა უნდა საღამოს ხველა დაიმშვიდოს დღისით შეიძლება რა თქმა უნდა მაგრამ საღამოს ძილის წინ იღებენ ხოლმე ერთ კოლს თავს ბავშვებს უმეტესად და მე ბავშვებს უკეთესად ძინავთ ხოლმე და აი მან და აქვს ნამდვილად წამალთან შესაფერისი ურთიერთობა ეფექტი რომელიც წამლის ეფექტს შეედარება ანუ ერთნაირი ერთი დონის ეფექტი აქვს ეგ ნამდვილად დადებითად მოქმედებს და ეგ არის რეალურად თაფლის ყველაზე კარგი და სასარგებლო თვისება. კიდევ მთავარი კითხვა არის როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული და ნამდვილი თაფლი. ჩვეულებრივ პირობებში ვერ გაარჩევ. ხო არის სხვა მეთოდები არის მოწოდებული რომ ზოგიერთ წყალში ჩაძირვის ის დააკვირდე ზოგი არის რომ კრისტალიზაცია მაგალითად თუმცა არ არის ეგ სანდო იმიტომ რომ შეიძლება ნამდვილი იყოს თაფლი და კრისტალებად წარმოიქმნას ანუ დაშაქრდეს ეს ვთქვათ ხო ისეთ შაქარია და ახასიათებს ეს ნამდვილ თავს და არის შეიძლება იყოს ფალსიფიცირებული თაფლი და არ დაშაქრდეს ანუ ესეც შესაძლებელია უმეტესად ფალსიფიცირება ხდება ხოლმე როგორ რომ ერთი რომ უმატებენ სიროფებს სიმინდის სიროფს და რაღაცებს უმატებენ თავს უკვე გაკეთებულს და ეგ არის ერთი ვარიანტი და მეორე აზავებენ რა მეორე ვარიანტი არის რომ იმ ფუტკრებს აჭმევენ შაქარს ხო ანუ ნექტარის ნაცვლად და ეს ყვავილების წვენის ნაცვლად იკვებებიან შაქრით ესენი და ხო ბუნებრივია ის ბუნებრივია რა თქმა უნდა ის გეტყვის რომ ფუტკრმა გააკეთა ბუნებრივია მაგრამ ფალსიფიცირებულია და ეგეთი თაფლის ხარისხი არის დაბალი შესაბამისად და თაფლი კიდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ფალსიფიცირებად საკვებად მიიჩნევა ან ძალიან ხშირად ხდება მის ფალსიფიცირება ამიტომ თუ ზუსტად არ იცი მოკლედ სადავო წარმოება ვინ აკეთებს და კარგად აკეთებს თუ არა ძნელია რომ თაფლს ენდო იმიტომ რომ თუ ლაბორატორიულად არ შეამოწმე ისეთი რამე სახლის პირობებში ხელსაყრელი შემოწმების საშუალება თაფლის არ გვაქვს მოკლედ შესაბამისად ნუ ლაბორატორიულად მოხდეს შემოწმება და ყვავილის მტვერი ინახოს და ასე სხვადასხვა და ნივთიერებები მაგრამ რამე სარწმუნო ისეთი ძალიან რო რაღაც კონდეს არა გვაქვს შესაბამისად ამიტომ უნდა ვიცოდეთ რას ვყიდულობთ მაგ დროს ფასიც ადეკვატურია ხოლმე როგორც წესი ეგეთ დროს აი ეს იყო რითქმაც მინდა თაფლის შესახებ მადლობა რომ მისმენთ მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ ვისაც გაქვთ სურვილი დონაციების გააკეთეთ დონაციები აღწერაში მაქვს მითითებული ანგარიშის ნომრები ვისაც არ გაქვთ საშუალება დონაციების მაგრამ სურვილი გაქვთ რომ არხს განვითარებაში დაეხმაროთ მაშინ თქვენი მხრიდან დაკომენტარება გაშეარება დალაიქება ნებისმიერ თქვენი აქტივობა წაადგება არხს მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ